საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. კაცრებთ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლებრივი მიმართულებებით. გავამკაცრებთ პარალელურად, გამკაცრდება, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე. ქართული ოცნება კანონებს ამკაცრებს. საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ადრესატები ამჯერად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ინიციატორები მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დადგენას შეეცდებიან. კაცრდება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონიც. იკრძალება აქციების ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მოსამართლეების სახლებთან და ავტომაგისტრალებზე. ფართოვდება სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი. სპონტანური აქციებიც კი მუნიციპალიტეტებთან უნდა შეთანხმდეს. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმების ოდენობა. ცვლილებები კანონებში და მათი ეფექტი. 26 დღიანი შიმშილობის შემდეგ კლინიკაში რჩება მზია ამაღლობელი. მდგომარეობა საგანგაშოა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. თავისუფლება მზია ამაღლობელს. 26 დღეა ჟურნალისტი, მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი შიმშილობს. სამედიცინო კვლევებისთვის ვივამედში გადაყვანილი ჟურნალისტის საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის შეიძლება რაღაც გართულება იყოს. შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე გავლენას ახდენს, ამბობს ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. მისი ინფორმაციით, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის მზია დღეს და ხვალ კლინიკაში რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. მედიკოსები სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიან, დასკვნა რეკომენდაციებს მოამზადებენ და სახალხო დამცველს წარუდგენენ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა, ამბობს მზია ამაღლობელი. მზია ჩემთვის დღეს თავისუფლებისთვის მებრძოლი მედიის სიმბოლოა. სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. მზიას სიცოცხლე დღეს ძვირფასია ჩემთვის და ვფიქრობ, ძვირფასი უნდა იყოს სახელმწიფოსთვისაც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შეუპოვრად მებრძოლი ჟურნალისტის გადასარჩენად. სოლიდარობა მზია ამაღლობელს. 21 დღეა ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძეც შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. საქართველოში კიდევ ერთი ჟურნალისტი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. აზერბაიჯანელი ავგან სადიგოვი, მედია გამოცემა აზელ ტივის მთავარი რედაქტორი თითქმის 140 დღეა, რაც საკვებს არ იღებს. 2 თებერვლიდან კი მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ავგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოშია და მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. გუშინ შეწყვიტა პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვა რეჟისორმა ლაშა ჩხემიანმა. სოლიდარობა ყველა უსამართლო პატიმარს და ყველას, ვინც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ქართული ოცნება მედიის წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს. ცვლილებების ინიციატორები მიზნად ისახავენ მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დადგენას. არ ვიცით, რას უპირებენ უკვე დაადგენილს და მოქმედ ნორმებს. კანონმდებლობაში კიდევ ბევრი ცვლილება შედის, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პარლამენტმა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცვლილებების მიზნად სახელმწიფოს ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ასახელებს. ჩვენ დღეს შეცვლილ საკანონმდებლო ნორმებზე სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. ასევე მოვისმენთ ჩვენი კოლეგის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოსაზრებას, რომელიც ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით 4 თებერვლიდან მოამბის წამყვანი აღარ არის. ვასილი ის ჟურნალისტია, რომელიც დაპატიმრებულ კოლეგას მზია ამაღლობელს სოლიდარობას განუწყვეტლი უცხადებდა თავისი ეთერებიდან. იგი საჯაროდ აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე ღიად საუბრობს. საია ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტს საჯარო პოზიციების გამო დევნის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ჟურნალისტის წამყვანის პოზიციიდან ჩამოშორება ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩემი მხარდაჭერა ჩემს კოლეგას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს.
პირველი ვასილ ივანოვიჩ ჩიქოვანი იქნება ჟურნალისტი, ნათია კუპრაშვილი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი და გიორგი ხიმშიაშვილი იურისტი მზია ამაღლობლის ადვოკატი. ცხადია, ჩვენ დღესაც შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თუმცა უარი მივიღეთ. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან და ჩემი კოლეგა ვასილი უკვე არის პირდაპირ ეთერში. ვასილ, პირველ რიგში მინდა გითხრა, ჩემი სოლიდარობა თქვენ, მე ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაში ხართ ახლა თქვენ, რადგან მსგავსი გამოცდილება მეც მქონია. არა სრულად იდენტური, მაგრამ მაინც მსგავსი. მოდით პირდაპირ კითხავთ, რას უკავშირებთ თქვენ მოამბიდან ჩამოშორებას? ფრაზა თავისუფლება მზია ამაღლობელს რამდენად გახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ფაქტორი და როგორ აღიქვამთ მომხდარს? არის ეს თქვენი დასჯა ერთგვარი? ირინა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით თქვენ იმ საქმისთვის, რომელსაც ახლა აკეთებთ, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტებისთვის, რომელიც ახლა მაყურებლისთვის არის ხელმისაწვდომი. უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. მაშინ, როდესაც ქალბატონი მზია 26 დღეა იმყოფება, ცოტა მერიდება, რომ მე აღმოჩნდი ახლა რაღაცა კუთხით ყურადღების ცენტრში იმის გამო, რაც ჩემთან დაკავშირებით მოხდა. არავითარ შემთხვევაში არავის უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ აი ესეთი რაღაცა პატარა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გამაღიზიანებლებით ყურადღება გადავიტანოთ ან გადაგვატანინონ სხვა საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება. მზია ამაღლობელი დღეს წერს ისტორიას. მზია ამაღლობელი დღეს არის ყველაფრის მაგალითი ჩემთვის, ბრძოლის, შეუპოვრობის. მზია ამაღლობელი იბრძვის არა მარტო სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ იმ იდეისთვის ზოგადად, რაც არის თავისუფლება. რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არც კი ციხეშიც კი არ უნდა შევეგუოთ იმას და ციხე არ არის დასასრული. ციხით თავისუფლებას ვერ წაართმევ ადამიანს. მზია ამაღლობელი ამას ყველას კიდევ ერთხელ გვაჩვენებს. ირინა, კიდევ ერთხელ თქვენ დიდი მადლობა, თქვენ ხართ ის ნათელი სხივი, რომელსაც მე ბათუმში იმყოფებით და შევადარებ შუქურას. რა თქვენგან მოდის აი ეს დიდი მძლავრი შუქი დღეს ეთერში. ვასილ, დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ეხლა მთავარი მართლაც არის სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდით დგომა. მე გეთანხმებით აბსოლუტურად, უპირობოდ მზია ამაღლობელია დღის თემა და ბოლო დღეების დღის თემა, მაგრამ ის რაც ხდება თქვენთან მიმართებაში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საზოგადოების ნაწილი მას აღიქვამს კავშირში სწორედ იმასთან, რომ თქვენ უპირობოდ და ესე დაუღლელად, შეუცვლელად თქვენს ეთერებში მას უცხადებდით სოლიდარობას. ამიტომ და კიდევ ერთი ფაქტორი, თქვენ ღიად საუბრობთ საინფორმაციო პოლიტიკის ხარვეზებზე და არ გამოიძებნა რესურსი ამ ხარვეზებთან დაკავშირებით კონსტრუქციული დიალოგისთვის, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს. ამიტომ არის ახლა საინტერესო თქვენი რა მდგომარეობაში იმყოფებით და თქვენი აღქმა როგორია. ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ თქვენ უცებ განგაცალკევეს გუნდისგან გარკვეულწილად და აღარ გაქვთ ყველაზე ძვირფასი ამ წუთას კავშირი თქვენს მრავალათასიან აუდიტორიასთან, მაყურებელთან. ჩემ შემთხვევაში რაც ხდება, ეს არის ერთ-ერთი პატარა მაგალითი იმისა, მე რაზე ვსაუბრობ. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ჩვენი თანამშრომლების ნაწილის თხოვნა, რომ გახსნილიყო ღია ეთერები, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მივიღეთ როგორი შეფასება. საბოლოო ჯამში ჩვენი თხოვნა, რომ ეთერი გახსნილიყო იმისთვის, რომ ჩვენ მზია ამაღლობელის საკითხზე გვესაუბრა. ასევე გვესაუბრა იმ ადამიანების საკითხებზე, რომლებიც არა სამართალ დამცავებმა, არამედ ბოდიში, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია, სამართალ დამრღვევება რუსთაველის გამზირზე აწამეს ჩვენი კოლეგები, მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს. ნაცვლად იმისა, რომ ეთერი გახსნილიყო და ამ საკითხზე წარმართულიყო საქმიანი საუბარი, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გვაბრალებს იმას, რომ ჩვენ მოქმედებთ წინასწარი ორგანიზებით, გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოიყვანეს იმ თანამშრომლებისგან, რომელსაც ეთერს ვითხოვთ, რომ ვილაპარაკოთ. ჩვენ არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ვილაპარაკოთ, მოვიწვიოთ მხარეები და მაყურებელს შევსთავაზოთ სიღრმისეული დისკუსია, ანალიზი,
ვიპოვოთ სიმართლე, დავიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ საიდანაც უკვე შეგვიძლია გამოსავალის ძებნა. ჩვენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ შეგურაცხა ჯგუფად, რომლის მიზანიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხილში ჩაგდება და გარდა ამისა, რევოლუციური მიზნები გვამოძრავებს ჩვენ თურმე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა გვინდა. ეს კიდევ ერთი ილუსტრაცია არის იმისი, რა გავლენები ტარდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რა ხალხი ყავს უმრავლესობით სამეურვეო საბჭოში. ვასილ მაღლაფერიძეზე მე რო საუბრობ, თითოეულ მაყურებელს ვთხოვ, YouTube პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არის სამეურვეო საბჭოს ორივე სხდომა. შეადარეთ, უყურეთ, შეადარეთ და პარალელები გაავლეთ. ჩვენ შემთხვევაში რა სადაც ვსაუბრობთ პრობლემებზე და სადაც ვსაუბრობთ და შეგვიძლია დავასაბუთოთ როგორ შეიძლება ეთერები გაიხსნას, ჩვენ პირიქით სამეურვეო საბჭო გვიპირისპირდება და იქ სადაც უკვე მენეჯმენტთან მიმდინარეობს საუბარი, იქ როგორი შეხმატკბილებული საუბარია და ვინ გამოვდივართ ჩვენ. მენეჯმენტი გამოდის ის, რომელიც ჩვენ არ გვაძლევს ეთერის გახსნის საშუალებას. ჩვეულებრივად ესე იგი კანონზომიერი და ყველა მიმართულებით ნორმალურად მომუშავე გუნდი და ჩვენ ვართ რევოლუციონერები. ეს არის ეს გავლენები. უყურეთ სამეურვეო საბჭოს ხომებს. თანამშრომლების დევნის პროცესი სამწუხაროდ არ დაწყებულა თქვენით. ჩვენს რამდენიმე წლის წინ გქონდა ეს პროცესი და ბევრი ადამიანი ჩამოაშორეს. ძალიან მტკივნეულად გადაიარა ამ პროცესს. კი ბატონო, ჩვენთანაც ბევრი ადამიანი, ბევრი ღირსეული ჟურნალისტი, პროდუქტიული და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ჟურნალისტი ჩამოაშორეს არამხოლოდ ეთერს და სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა, ზოგ შემთხვევაში წავაგეთ, ზოგ შემთხვევაში გვაქვს სამივე ინსტანციაში მოგებული საქმე. თქვენც ისაუბრეთ ერთ-ერთ ინტერვიუში 22 საქმე გამოყავით, რომელიც პროფკავშირების იურისტმა მოიგო. რას აჩვენებს ეს პროცესი? ეს დევნის პროცესები, შემდეგ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რას ნიშნავს ეს ჟურნალისტების კორპუსის წინააღმდეგ? რატომ ხდება ასე? ეს ნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძეს გენერალური დირექტორობის პერიოდში ჰქონდა კონკრეტული მიზნები. იგი უკანონოდ უშვებდა სამსახურიდან თანამშრომლებს გიორგი იასაშვილმა პროფკავშირების იურისტმა მოიგო 22 საქმე. ამ 22 საქმიდან 2 დასრულდა სამსახურში აღდგენითა და განაცდურის ანაზღაურებით 20 საქმეზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ანუ მოქალაქეების მიერ გაღებული თანხით გადაიხადა კომპენსაციები. ვასილ მაღლაფერიძემ აზარალა საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი უკანონო გადაწყვეტილებებით, რომელიც დამტკიცებული არის სამივე ინსტანციის სასამართლოში. რა მიზანს ემსახურება ეს ადამიანი? რა გავლენებს ატარებს იგი? ეს ყველაფერი თვალნათვლივ გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. უკანასკნელ პერიოდში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ვასილ, აქ მინდა სამწუხაროდ, მაშინ როდესაც აჭარის ტელევიზიაზე ეს მოვლენები ტარდებოდა, მეც პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ გაურბივარ, არავის ეგონოს რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ. ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამაში აუცილებლად არის. მაშინ უნდა ვყოფილიყავით მოწოდების სიმაღლეზე და უნდა დაგვეცვა თითოეული თანამშრომელი, თითოეული ადამიანი, რომელიც აჭარის მაუწყებელზე გახდა ამ დევნის ობიექტი. მაშინ უფრო ხმამაღლა უნდა გველაპარაკა ამ საკითხებზე. არც ახლა არის გვიანი. უბრალოდ რახან დავიწყეთ ლაპარაკი, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ და არ გავჩირდეთ. ზია ამაღლობელი ყველას ხმამაღლა გველაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ 4 კედელში ყავთ გამოკეტილი. გისოსებს მიღმაყავთ და ზია ამაღლობელის ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმის დღეს საქართველოში. ეს არ დაგვავიწყდეს და ჩვენც კეთილი უნდა ვინებოთ და უნდა ვილაპარაკოთ. უნდა ხმა ამოვიღოთ. ჩვენ სიტყვის გარდა არაფერი არ გაგვაჩნიათ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმებით, სრულად გეთანხმებით. ვასილ, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ გარკვეულწილად შევაჯამოთ. აი ჩვენ ვხედავთ, აი თქვენ გარკვეულწილად ამაზე ისაუბრეთ, მიზან მიმართულ თავდასხმებს მედიაზე. მედიის წარმომადგენლების ფიზიკური განადგურების მცდელობებს, იმ საშინელ კადრებს, რასაც სრულიად საზოგადოება უყურებდა პირდაპირ ეთერებში. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ აბსოლუტური სოლიდარობის, აბსოლუტური მხარდაჭერის, მხარდამხარბრძოლის შესაბამის საჭირო აუცილებელ რაოდენობას. წარმომადგენლები ამბობენ, მაგრამს ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ის ადამიანი, ვინც ახლა სულ მცირე, ვისაც უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლება მოსილება, ხო, ეს არის ირაკლი დგებუაძე. ის ადამიანი, ვინც ასევე გამოძიების ქვეშ უნდა იყოს, ხო, ეს არის ზვიად ხარაზიშვილი. ჩვენ ვხედავთ მაგრამს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გავიხსენოთ პოლიციის უმოქმედების შედეგად ნაცემი ჟურნალისტები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წლის წინ და ახლა პოლიციის მოქმედების შედეგად
სამართალ დამრღვევების მოქმედების შედეგად ნაცემი ჟურნალისტები რუსთაველის გამზირესა და დასკვნები ადვილი გამოსატანია. მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, სხვა არაფერი. ასევე ის რაც ხდება მედიის წინააღმდეგ, ამას სხვა არაფერი სარჩული არ აქვს გარდა პოლიტიკურისა, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფალი სიტყვა არის საშიში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, ვინც ცდილობს რომ მიიტაცოს სახელმწიფო. კი ბატონო, და აი მედიას ჩვენს კოლეგებს რას ეტყვით, აი სწორედ მათი მისამართი დავსვი აქცენტი, რომ აბსოლუტური სოლიდარობის მხარდაჭერის და ერთიანობის გამოვლენა და ფაქტები გარკვეულწილად გვაკლია და არ არის შესაბამისი იმისა, რასაც იმსახურებს დღეს თუნდაც იმ პროცესებზე რეფლექსია, რასაც ჩვენ უყურებდით და ვისაუბრეთ ხომ ამ ძალადობაზე მედიის მისამართით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ვინც ახლა ხმამაღლა არ იცავს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი მათ დაიცავს ხმამაღლა, როცა ამის საჭიროება დადგება და ესეთი აუცილებლობა თუ იქნება. ასე რომ კოლეგებო, ძალიან გთხოვთ ყველამ ილაპარაკეთ, ხმა ამოიღეთ და დასვით კითხვები და მიმართეთ ამ კითხვებით მათ, ვისაც აქვს პასუხები, ვისაც უნდა ვათქმევინოთ, ვინც არის პასუხისმგებელი დღეს პროცესებში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა, კოლეგებო. ყველამ გამოაცხადეთ სოლიდარობა და კონცენტრირდით იმაზე, რომ მზია ამაღლობელი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. და როდესაც მზია ამაღლობელი არის დღეს პოლიტიკური პატიმარი, იცოდეთ, რომ ხვალ შეიძლება თქვენც. ვასილ, ბევრია სასაუბრო, არც თუ ისე დიდი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი აუწყებლის შესახებ. მადლობა დღეს შესაძლებლობისთვის, რომ მე ჩემი სათქმელი თქვენი კი ბატონო, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, თუნდაც იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც ხდება ახლა ჩვენს მაუწყებლებზე და კარგი იქნება თუ გამოგვივა ერთი გადაცემა იმაზე, თუ როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი მაუწყებელი. ჩვენ შევთავაზეთ დღეს ეთერი თქვენს პროდიუსინგს ცხადია, შევთავაზეთ ეპასუხა თქვენთვის, თუ ამის სურვილი ექნებოდათ, თუმცა მაია ჭუჭულაშვილისგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ის არ თვლიდა საჭიროდ ეპასუხა ჩვენს ეთერში თქვენთვის. ალბათ ამ ეთანხმებით ვასილ, რომ უცნაური და მით უფრო მიუღებელი არაფერია იმაში, რომ ერთ მაუწყებელში მომუშავე ადამიანებს ქონდეს განსხვავებული და კრიტიკული აზრი საკუთარი მაუწყებლის, ხალხის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა აღიქმებოდეს მტრულ დამოკიდებულებად. ყველაზე მეტად ჩვენ ამ არხის თანამშრომლებს გვინდა, რომ საზმაუწყებელი სტანდარტებს მაღალი ხარისხით პასუხობდეს, საზოგადოების ნდობას იმსახურებდეს და საპროტესტო აქციებით მოსახლეობა ხალხი ჩვენ ოფისთან არ გვაკითხავდეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და მხარდაჭერას. მადლობა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გვერდთვებოდა ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში და ვისმენდით მის მოსაზრებას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ ნათია კუპრაშვილს, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი არის ჩვენი სტუმარი და მასთან ვისაუბრებთ რა მდგომარეობაშია დღეს მედია საქართველოში და რა ელოდება მას ხვალ კანონის გამკაცრების პირობებში. საღამოშვიდობისა ქალბატონი ნათია, მადლობა რომ გვერდთვებით. გარკვეულწილად ალბათ გექნებოდათ საშუალება გესმინათ ვასილისთვის, რომელიც ახლა ჩვენ გვერდთვებოდა. პირველ რიგში თქვენ როგორ გამოეხმაურებით მის ჩახსნას 6 საათიანი მოამბის წამყვანობიდან, რას უკავშირებთ თქვენ ამ პროცესს? პირველ რიგში პატივისცემა თქვენს მიმართ ირინა და ასევე თქვენი სტუმრის მიმართ, რომელიც ჩემამდე იყო, ძალიან მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი არის თანამედროვეობაში დამოკიდებული ინდივიდებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც განათავიანთ პრინციპებზე. ვასილის შემთხვევა არის ღია ცენზურა, რომელსაც თუ კი ვინმეს უნდა ნახოს, როგორ გამოიყურება ცენზურა, მისი მოხსნა 6 საათიანი ეთერიდან, ეს არის ცენზურის შედეგი. ამას სხვა სახელი არ ქვია, ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგები, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ გუშინდა დღეს საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ველოდებით რეაგირებებს კოლეგებისგან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით ბევრისგან, აი ამ გამოხატულ ცენზურაზე, ისე სხვა მაუწყებლებში და აგრეთვე ველოდებით გარკვეულ გამახმაურებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ცენზურა. რაღაც ისე მოხდა, რომ როცა ვასილმა პირველად არ წაიყვანა, უბრალოდ არ დაასრულა მოამბის წაყვანა პროტესტის ნიშნად,
მოხდა რომ იმ დღეს შევამჩნიე ეს და პირველი სტატუსი ამაზე მე დავწერე და ამაზეც კი საყვედურებდნენ რომ ესე იგი თითქოს ახლა მიზანმიმართულად სოციალურ მედიაში გახდა ამაზე ცნობილი. ვინც ახლა ვისაც აინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ადევნებს თვალყურს რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მისთვის არ იყო შეუმჩნეველი ის და არ არის არასდროს შეუმჩნეველი რომელი ჟურნალისტი როგორ აშუქებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვლენებს. და შეგვიძლია მართლაც ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქამდე იყო მაუწყებელი, სადაც შეგიძლია ერთად გენახა მთავრობის მონაჟურნალისტები, რომლებიც პრინციპში პორტირდნენ წინა მთავრობის დროიდან. თქვათ, ნახავთ ახლა GPB-ის ბორდის ხდომა, სადაც ამხანაგური სასამართლო მოუწყოს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ვინც კი იჯდა და ვინც კი აძლევდა, ვინც კი ასმენდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, მათი 90% იყო მიხეილ სააკაშვილის დროს რეჟიმის შემსრულებელი ჟურნალისტები. და ახლა პორტირდნენ პროდიუსერებიც მათ შორის, არაერთი გადაცემა მიყავდათ, რომელიც მათ შორის ჩვენი მონიტორინგის ქვეშ ხდებოდა. მაშინ მონიტორინგს უძღვებოდით და მე თვითონ ვაკვირდებოდი, როგორი იყო თვისებრივი ანალიზი საზოგადოებრივ მაუწყებლის. ეს ადამიანები არ შეცვლილან, რა თქმა უნდა, ახლა მათგან ვერ დაველოდებით ჩვენ, რომ რამე ტიპის სოლიდარობა გაუჩნდებათ ან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს პირიქით ისინი დაასმენენ. მე ერთმანეთსაც დაასმენენ. ჟანრის კლასიკა არის ესეთი. საბოლოოდ აქამდე მივლენ, რომ ერთმანეთის დასმენას დაიწყებენ. ძალიან წინს აუცილებლად მაგათგან ვერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ძალიან წინს, როდესაც ჩვენი კოლეგების მისამართით მესმის ასეთი შეფასებები, ეს მონა ეს სიტყვა ძალიან ცუდად მოხვდება ყურში და რა თქმა უნდა. არ არიან ისინი თქვენი კოლეგები, არ არიან თქვენი კოლეგები, ისინი არიან ცენზურის განმხორციელებლები. ჩემი შეფასებაა რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან ცენზურის ჭანჭიკები, ვერაფერს ვერ იქნებიან თქვენი კოლეგები. კი ბატონო, და მე არ მინდა ეს ცენზურა ვიხილოთ, განსაკუთრებით თვით ცენზურა ვიხილოთ ეთერებში. გავაანალიზოთ, რამდენადაც შესაძლებელია იმ წირი ინფორმაციის ფარგლებში, რაც ვიცით, იმ ცვლილებებზე, რაც გველოდება ჩვენ მედიას, ახალი კანონი, რომელსაც გვპირდება ქართული ოცნება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ აუწყა საზოგადოებას, რომ დაინიცირდება მედიის კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. ჩვენ იცის საზოგადოებამ რომ გვაქვს მაუწყებლობის შესახებ კანონი, მუშაობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მოქმედებს მაუწყებლის ქცევის კოდექსი, რა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, რა შეიძლება ნიშნავდეს მედიის შესახებ კანონის შექმნა, თქვენი ანალიზი როგორია და თქვენ პერსონალურად ან სხვა მედია ექსპერტები ამ პროცესში ხართ ჩართული, მიწვეული, გეკითხებიან აზრს როგორც პროფესიონალებს? ანალიზი შეიძლება გჭირდებოდეს მაშინ, როცა გინდა დიაგნოზი დასვა, მაგრამ პირიქით დიაგნოზი თვითონ გამოაცხადეს, რომ აქამდე გჭირდებოდა ანალიზი და აქამდე გქონდა ესეთი ტიპის კანონები, სადაც ერთმანეთთან რაღაცა ტიპის დისკუსიაში მაინც შევდიოდით, ხო, რა ის ვთქვათ, ეს კანონი როგორი მუშაობს. ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თვითონ კანონებიც თავისთავად აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში სისტემა არის გასული კანონს მიღმა. არ აქვს მნიშვნელობა შენ კანონს იცავ თუ არ იცავ. თუ კი მათ სჭირდებათ ისე როგორც ამაღლობელის შემთხვევაში შვებიან, როცა არ არის ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შეიძლება ვიდაოთ ადმინისტრაციული ნაწილით, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული მზიას არ ჩაუდენია, მაინც მომხდარია მათთვის დანაშაული და უკვე ეხლა მიღებული არის კანონები, ერთობლიობაში უნდა დავინახოთ ჩვენ ეს კანონის შემოქმედება, სხვა კანონებთან მიმართებით, ხომ? დღეს მაგალითად დამტკიცდა კანონი, როცა სამ ადამიანს არ შეუძლია შეკრება სპონტანურად, თუ კი მერის ნებართვა არ ექნება ლამის, ხო? დაახლოებით ეგეთი ტიპის ინტერპრეტაცია აქვს ამ კანონს და ასევე, ახლა თუ ამას შევხედავთ ზოგად კონტექსტში რა ხდება, რომ შეიძლება მოსალოდნელ დანაშაულზე ადამიანი დაჭერილი იქნას, რა თქმა უნდა, აზრი აღარ აქვს. ანუ ეს კანონები აღარ არის მედიის შესახებ კანონები, ეს კანონები არის თითოეული ადამიანის შესახებ კანონი, იმიტომ რომ მედიის შესახებ აქამდე იღებდნენ კანონებს და მოახერხეს, რომ ამ კანონებს უარყოფითად ემოქმედათ მედიების ფუნქციონირებაზე. ამას უკვე გარკვეულწილად მათ მიაღწიეს, უბრალოდ დაინახეს, რომ ადამიანებს, ცალკეულ ინდივიდებს ვერ აჩერებენ ამ მექანიზმებით. მექანიზმები როგორი იყო გამოყენებული? კანონებით ვერ გააჩერეს, ჯარიმებით ვერ გააჩერეს, მუქარით ვერ გააჩერეს, ყველას ოჯახში იყო 20-24 წელს მუქარა, ეხლაც არ სრულდება ამის შესახებ. მიდევნებით ვერ გააჩერეს, სახელდებებით და სტიგმატიზებით და ლანძღვით და ესე იგი რეპუტაციის შელახვის მცდელობებით ვერ გააჩერეს. ეხლა მზიას მაგალითით დაჭერით და სასიკვდილოდ გამეტებითაც ვერ აჩერებენ და საბოლოო ჯამში მიხვდნენ, რომ რაღაც სხვა მექანიზმები არის კიდევ საჭირო, რომ
გააჩერონ ცალკეული აქტორები, ცალკეული ინდივიდები. კი ბატონო და ხედავთ აი გამკაცრებულ უკაცრეს კანონებს ჩანაწერებს, რომელიც სიახლეა, ხო? პრაქტიკისთვისაც. რამდენად აი არ ვიცი, რიტორიკულად არ მინდა ჟღერდეს, მაგრამ ის რომ ბრიტანეთის მოდელი იქნებაო მედიასთან დაკავშირებული ცვლილებები და BBC სტანდარტიო, ამის დანერგვა გვინდაო მოვისმინეთ. ეს რაიმე საიმედოს გეუბნებათ თქვენ? საერთოდ ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ჰიბრიდული შეტევის ქვეშ და ამ შეტევას ახორციელებს კრემლი. ამ შეტევის ერთ-ერთი მეთოდოლოგია გახლავთ სურათის გადღაბნა. დაღალეს მოკლედ საზოგადოება, ჯერ უხსნეს, რომ რაღაც ამერიკის ანალოგს იღებდნენ და ამტკიცებდნენ წინა წელს, მაგალითად ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელიც მიიღეს მედიის შესახებ, წმინდა ამერიკული იყო. მაგრამ ეხლა ამბობენ, რომ ეს უნდა შეცვალონ და ნამდვილი ამერიკული მიიღონ, მაგრამ ნამდვილი ამერიკულთან ერთად სჭირდებათ ბრიტანული კანონმდებლობაც. ანუ აუცილებლად ყოველთვის ეს, თქვათ, ერთ-ერთი მეთოდოლოგია არის, რომ უარყოფით კონტექსტში სახელი დაერქვას კანონს დასავლური, იმიტომ რომ ადამიანი ვეღარ მიხვდეს, რომ თუ დასავლურია ცუდი როგორ არის და ცუდი არის, მაშინ როგორ არის რომელიმე დასავლური ქვეყნის ანალოგი. ჩვენ რადგან არ ვიცით ახლა არ წაგვიკითხავს ეს კანონი, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2023 წელს მათ მართლაც თარგმნეს ეგრეთ წოდებული ფარა, ოღონდ ამ კანონში ამოიღეს ერთადერთი მუხლი, რომელიც ამბობდა იმას, ვიზეც ვრცელდება ეს კანონი. და ამ მუხლის გარეშე თქვეს, რომ ეს მუხლი არ არსებობს და დანარჩენი ვრცელდება მედიაზე და ადგილობრივ მედიაზე და ადგილობრივ სამოქალაქო სექტორზე. ამ დროს ფალაში წერია, რომ პირდაპირ ლობისტურ ჯგუფებზე ვრცელდება. დაახლოებით აკეთებენ ესე, რომ მაგალითად რომ მივიღოთ კანონმდებლობა შინაური ცხოველების რეგისტრაცია კასტრაციის და ეს ამოვიღოთ, რომ შინაურ ცხოველებს ეხება და გადავიტანოთ ადამიანებზე და შემოვიღოთ ადამიანთა კასტრაციის წესი და ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ევროპული კანონმდებლობა. აი დაახლოებით ეგეთ ვირეშმაკობებს ჩადიან, პატარ-პატარა ტრიუკებს გვიკეთებენ და რაც მთავარი ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ჩვენ დავსაქმდეთ ამ მიმართულებით, ვუპასუხოთ მათ, ესე იგი ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ როგორმე ეს კანონები არ იყოს მიღებული. საბოლოო ჯამში პრინციპში ახლა სწორედ იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ყველაფერი არის ცხადზე ცხადი. რა ხდება ამ ქვეყანაში, სადაც შეიძლება 4 დღე ვერ გაიგო, რომ 16 წლის ბავშვი დაიღუპა? და შეიძლება აქ გქონდეს ადგილობრივი მთავრობის პასუხისმგებლობა და პირველი შეტყობინება მოდიოდეს ადგილობრივი მთავრობისგან მეოთხე დღეს და ესეც იყოს ხელების დაბანის განცხადება. არა გულის ტკივილის, არა განგაშის შემოკვრის არების ის რომ ბიზნესმენზე მოიკითხავს, მკაცრად გააკონტროლებს, არა, ასეთიც კი არა, ხელების დაბანის. მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც დევნილმა თავი დაიწვა და ეს არ არის ტრაგედია არის რაღაცა ტიპის სხვა ტიპის რაღაცეების დაწვა ამ ქვეყანაში და უკვე დანაშაულიც კი არის, ხო? ბოლოს მიღებული კანონმდებლობებით და ეხლა თქვათ ერთად შემოტანა მედიის შესახებ კანონის, აგრეთვე მიგრაციის გამკაცრების ბავშვების არასრულწლოვნებისთან მიმართებით კანონის გამკაცრების, ადმინისტრაციული, თქვათ, ნაწილის გამკაცრების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ამას ყველაფერს ერთად აკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვკითხულობდი, ირნა, შემიძლია პრინციპში გარკვეულწილად ეს თუ ახლა ვიპოვე, წაგიკითხო კიდეც, ამოვიკითხო, კი ბატონო, აგერ მაქვს, როგორ მიიღებოდა, როგორ მივედით 37 წლამდე. ესე იგი 1919 წლიდან ვიწყებ და ეხლა 1 ან 2 წლების გამოწვევებით მიდის მედიის შესახებ, იმიტომ რომ მაშინ ეხლა სოციალური მედია და სატელევიზიო მაუწყებლობა დიდად არ ყოფილა, რა ტიპის კანონები მუშავდებოდა. პირველი იყო კინოწარმოების კონტროლის შესახებ დადგენილება, რომლითაც კერძო კინემატოგრაფები ადგილობრივ საბჭოებს დაექვემდებარა. შემდეგ დაიწყო ქაღალდის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია და გამომცემლობების საბეჭდი მანქანების კონფისკაცია მოხდა უკვე მომდევნო წელს. ყველა კინო და ყველა ფოტო შემდეგ წლებში სტუდია სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, რაც კი არსებობდა ყველა ფოტო სტუდია, აიგრძალა
დაიწყალა რეაქციული წიგნების გამოშვება, შემდეგ უკვე იყო რომ თავლიტის ფუნქციები გაზარდეს, ეს თავლიტი ძალიან საინტერესო რამ არის და ძალიან გვაგონებს მდინარაძეს რაც აღმოხდა გუშინ რომ რაღაცა ტიპის საბჭო სჭირდებათ, ხო, რომელიც გააკონტროლებს აზრებს, აზრის პოლიცია იქნება. და ამას შემდეგ დაექვემდებარა ამ თავლიტს, როცა გააფართოვეს მისი უფლებები, ესეთი უწყება ქვიოდა ძალიან საინტერესოა რეპერტკომი, ანუ რეპერტუარში რა შეიძლება და ქონოდა საჯარო შეხვედრების დროს, ამას რეპერტკომი აკონტროლებდა, შემდეგ იყო სახკინო, სახელმწიფო კინო, რომლის ფუნქციაც იყო ფილმების შინაარსის კონტროლი, გვახსოვს შემდეგ როგორ ცენზურდებოდა კინოები, შემდეგ იყო უკვე ნებართვის გაცემის გარეშე აიგზალა ყველა სამკერდე ნიშნების ასევე ემბლემების, ფოტოების და რამე ტიპის სიმბოლიკების გამოყენება არ მოგცემდნენ ნებას და ასე მივედით 1927 წლამდე. და იგივე ხდება ახლაც და იგივე თავლიტის შექმნას აპირებენ და პრინციპში მათი სამართალმემკვიდრეები არიან პირდაპირ. ზოგიერთ გენეტიკური ხაზიც კი აქვთ აი იმ ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე ამას აკეთებდნენ, უბრალოდ ძალიან მოკლედ იმასაც ვიტყვი, რომ შემდეგ როცა გამოიკვლიეს 30,000-ზე მეტი ადამიანი კი შეეწირა იმ რეპრესიებს საქართველოდან მაგრამ ამისი დიდი ნაწილი იყო თვითონ ის ადამიანები, რომელიც დასმენებს აკეთებდნენ. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ჟანრის ლოგიკით იგივე მოხდება. დიახ. აი, ბოლოს მინდა გკითხოთ, აი, თქვენ კი ბრძანეთ, რომ ეხლა ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და რაღაცა ჩავერთოთ მსგავს დისკუსიებში, კანონებზე, მაგრამ მაინც საინტერესოა თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ დღეს სამი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები კანონმდებლობაში, ასევე ვიცით, რომ მედიის მიმართულებით აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები. ჩვენ გვყავს სასტიკად დაშავებული და დარბეული ჟურნალისტები, არ ამგონია ვაჭარბებდე შეფასებაში, იმიტომ რომ სხვა სიტყვა ნამდვილად არ მომდის თავში, როდესაც გურამ როგავა გამახსენდება, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული, არ მინდა გამომრჩეს ვინმე, სხვები, რომლებიც არ ვიცი, მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტები არიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როგორც მედია ექსპერტის მოსაზრება, როგორ ხედავთ ხვალინდელ დღეს მედიის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის საქართველოში და გამოსავალს რაში ხედავთ და დავასრულოთ. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გვაძლევენ ამის მაგალითს. მაგალითად მე ვუყურებდი, როგორ აშუქებდა მოვლენებს ბელა ზაქაიძე, ვამბობს დავწერე კიდეც ვნახე მისი არაერთი რეპორტაჟი, როგორ თქვათ აცამტოერებდა იმ პროპაგანდას, რომელსაც თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანარჩენი ნაწილი აკეთებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ხედავთ ვასილის მაგალითს, ხედავთ თქვენს მაგალითს, ბევრი კარგი საინტერესო მაგალითები გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ჩვენი პროფესიის მხრიდან პასუხი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტიკა ოლიგარქიას. ცეცხლი კი არა, ჟურნალისტიკა. ცეცხლი სწორედ ეგ არის. ჩვენი ცეცხლი უნდა დავართოთ და ეს ცეცხლი ჩვენი მხრიდან არის ჟურნალისტიკა ოლიგარქიას. ეს არის ჩვენი პასუხი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ ჩაგვართეთ. მადლობა თქვენ. უსმენდით ნათია კუპრაშვილს, იგი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორია და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელია. ჩვენ ისევ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ვისაუბროთ. ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გაგვიზიარებს შეფასებებსა და ანალიზს. საღამომშვიდობისა, ქალბატონი ნონა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ გვერთვებით. თავდაპირველად მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მინდა შეფასება გთხოვოთ. ხომ არ გაქვთ მეტი ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? გარდა იმისა, რაც ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა თქვა მედიასთან, რა იცით მზიას ბოლო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია? საღამომშვიდობის, მადლობა ჩართვისთვის. დიახ, მზია ამაღლობელი აგრძელებს შიმშილობას, უკვე 26 დღეა ის სრულ შიმშილობაზე იმყოფება და მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო გახდა შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად და რჩება კლინიკაში იმის გამო, რომ არსებული მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ მისი ციხეში დაბრუნება იყოს შესაძლებელი. ანუ ეს არის სამედიცინო ჩვენებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და არა მზია ამაღლობელის სურვილის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელს აქვს ნათქვამი, რომ მას არ სჭირდება რაიმე შეღავათები და შიმშილობას, ამიტომ არ იყენებს, რომ ასეთი შეღავათები მიიღოს საკუთარ საქმეზე. ის ამას როგორც პროტესტის ფორმას ასე გამოხატავს უსამართლობის გამო, ამიტომ არ ითხოვს რაიმე შეღავათს ამის გამო, შიმშილობის გამო. ის უკანონო პატიმარია
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იყოს სრულიად უსაფუძვლო და ასევე რა თქმა უნდა ბრალდება, რომელიც მას წარუდგინა პროკურატურამ, ასევე არის უსაფუძვლო, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლში არ ექცევა ის ქმედება, რისთვისაც მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინეს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გითხარით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არ იძლევა ციხეში გადაყვანის შესაძლებლობას და გრძელდება კვლევების ჩატარება. ჩვენს სამედიცინო პირებისგან ვიღებთ ამ ინფორმაციას ექიმებისაგან, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებლად ამის შეფასების შესაძლებლობა, ეს ცდება იურისტების კომპეტენციას და ამ შემთხვევაში ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორია მდგომარეობა და ამის მიხედვით იყოს მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებლობა ცალსახად ამბობს იმას, რომ თუ მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა ისეთია, რომ მისი ციხეში დაბრუნება ან ციხეში ყოფნა მის ჯანმრთელობის ბაზე უარყოფით და აისახება და შესაძლებელია შეუქცევადი პროცესების განვითარება, ასეთ შემთხვევაში ხდება სამედიცინო ჩარევა და კლინიკაში გადაყვანა. კი ბატონო, აქვე ძალიან მოკლე კომენტარი მინდა გთხოვოთ შეფასება ქალბატონ ნონა უკაცრავად ვასილ ივანოვ-ჩიხოვანთან დაკავშირებით თქვენ გამოეხმაურეთ თქვენი ორგანიზაცია მომხდარს და მოამბის წამყვანის პოზიციიდან დროებით ჩახსნას თქვენ უწოდეთ თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია. მოდით გითხარით უფრო მეტი როგორ ფასდება, რას ნიშნავს ეს და თქვენი შეფასებით მიზანი რა არის ასეთი პროცესების? დიახ, ჩვენ ამ საქმეზე ქონდა გამოხმაურება იმის გამო, რომ ძალიან ზედაპირზე დევს და აშკარაა, რომ მისი კონკრეტული გადაცემიდან ჩამოშორება და გაურკვეველი დროით არის მისი უფლებების დარღვევა და ასევე საზოგადოების ინტერესების დარღვევა ამავდროულად, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სხვა ფუნქციები, ის ფინანსდება ბიუჯეტიდან, მათ შორის კონსტიტუციით არის ეს უფლება გარანტირებული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებას შეეძლოს მიიღოს ინფორმაცია და ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მათ შორის იზღუდება იმითაც, რომ კონკრეტულად ეს ჟურნალისტი ისჯება იმის გამო, მას ჰქონდა კონკრეტულად მწვავე გამოხმაურებები, თუნდაც მენეჯმენტის მიმართ, ასევე ის თავისუფლად საუბრობდა პრობლემურ საკითხებზე, რომელსაც შესაძლოა სათანადო არ ეთმობოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა გადაცემებში ან სხვა დროებში. მათ შორის ის სოლიდარობას უცხადებდა მზია ამაღლობელს და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა მიმართვები და ყველაფერი ეს არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მის პროტესტთან, მის გამოხატვის ფორმებთან და გამოხატვასთან ზოგადად და ამის გამო ხდება მისი გადაცემიდან ჩამოშორება გაურკვეველი ვადით. შესაბამისად, აქ საუბარია იმაზე, რომ ილახება მისი უფლებები და ეს არის დევნა მისი კონკრეტულად საკუთარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო. ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიახ გავავრცელეთ განცხადება. მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ ცვლილებებზე კანონმდებლობაში. დავით იმდენი მუხლია, იმდენი ცვლილება, მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რომლით დავიწყოთ. თქვენ უკვე ამ ცვლილებებს რეპრესიული უწოდეთ, ასეთი იყო თქვენი შეფასება. 4-ჯერ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა, თუ იყო 15 დღე, ახლა 60 ხდება. იზრდება სანქციები საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ სამართალ დარღვევებზე, 173 დაუმორჩილებლობის მუხლი კიდევ უფრო მძიმე რეპრესიულ იარაღად გვევლინება, რაც გამოიხატება სანქციების ზრდაში, ასეთი იყო თქვენი შეფასება, მე ამონარიდი წავიკითხე ახლა. მოდით, თუ შეიძლება მეტი ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას გულისხმობს უფრო დეტალურად ახალი ჩანაწერები კანონში, რატომ არის ეს რეპრესიული და სად კვეთს, სად ეწინააღმდეგება ადამიანის სხვა კანონებით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს? დიახ, ეს საკითხი საკმაოდ ფართოდ შეიძლება ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრ კანონში განხორციელდა ცვლილება უახლოეს წარსულში. უნდა დავიწყოთ ალბათ იქედანაც, რომ ეს არ არის პირველი ტალღა ესეთი რეპრესიული ცვლილებების. ჩვენ გვახსოვს მათ შორის დეკემბერში დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონში შეტანილი ცვლილებები, მათ შორის იგივე კანონებში, რომელიც ახლა კიდევ უფრო მკაცრდება, ანუ ერთი თვის შუალედში, დაახლოებით თვენახევრის შუალედში, ხელახლა მოხდა ამ კანონების კიდევ უფრო დამძიმება, როგორც სამართალდარღვევის ფორმების დამატების გზით,
ასევე ჯარიმების და სხვა სანქციების გაზრდის თვალსაზრისით. ამის მიზანი ერთადერთია, ის არის, რომ რა თქმა უნდა, ამას აქვს ამ კონტექსტში ამ ცვლილებების შეტანა, რა თქმა უნდა, უკავშირდება პროტესტს, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება უწყვეტად და არის მშვიდობიანი და როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას სურს, რომ ეს შეკრებები, მშვიდობიანი პროტესტი საბოლოოდ დასრულდეს და ამის გაკეთება უნდათ ახლა უკვე კანონმდებლობის გამკაცრების გზით. ამას ამ ცვლილებებს მიზნად აქვს არა მხოლოდ კონკრეტული პირების დასჯა, არამედ უფრო ფართოდ საზოგადოებაზე ზემოქმედება და მსუსხავი ეფექტის გავრცელება ფართო ჯგუფებზე, რომ მათ თავი შეიკავონ შეკრებისაგან, აღარ გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები, აღარ შეიკრიბონ, იმიტომ რომ ეს ცვლილებები იმდენად ფართოა და იმდენად ვიწროვდება ის ადგილები და ის სივრცე, სადაც მშვიდობიანი ფორმით შეიძლება შეკრება განახორციელო, რომ ფაქტობრივად აზრი ეკარგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას. ეს ორი ფუნდამენტური უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და როდესაც სახელმწიფო ასე ავიწროვებს ამ უფლების ფარგლებს, ეს რა თქმა უნდა აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ხაბატონონა, აი თქვენ ეხლა მასშტაბურად შეაჯამეთ კიდეც შეაფასეთ რა შეიძლება გამოიწვიოს და რა არის ამის მიზანი, მაგრამ აი რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით მაინც ჩავიდეთ სიღრმეებში, რასაც მოგცემს საეთერო დრო საშუალებას. პირადი გასინჯვის წესი უარესდება, კერძოდ გასასინჯ პირს აღარ ექნება უფლება მოიწვიოს მოწმე. აქ მარტივად უფრო გასაგები რომ იყოს, ჩხრეკა იგულისხმება, ხო მართალია და აი რა რისკებს ზრდის ამ პროცესში დამსწრე პირის დაშვების უგულებელყოფა. ჩვენ ხედავდით ბევრი პრეტენზიაც მოგვისმენი ამასთან დაკავშირებით, რომ ჩხრეკას არ ესწრებოდა იმ ადამიანის წარმომადგენელი, ვისი მიმართაც ხორციელდებოდა ეს და შემდეგ თქვენი კოლეგები არაერთ დარღვევაზე მიუთითებდნენ, მაგრამ როდესაც კანონში ჩნდება ესეთი ჩანაწერი, აი რას მივიღებთ ჩვენ შედეგად? დიახ, როდესაც კანონმდებლობაში შედის ისეთი ცვლილებები, რომელიც უფრო და უფრო ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ამ შემთხვევაშიც უფლება, რომ ესწრებოდეს ამ პროცედურებს კონკრეტული პირი არის დამცავი მექანიზმი იმისთვის, რომ არ მოხდეს მაგალითად არასწორი პროცედურებით რაიმე ისეთის ჩაწერა შემდგომ ოქმში, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა და არ უნახავს პოლიციელს, რომელიც ამ პროცედურებს ატარებს. მოწმის როლს და დატვირთვას ეს მიზანი აქვს, რომ ეს რისკები დააზღვიოს. როდესაც ეს აღარ იქნება ისეთი პირობა, რომელიც უნდა დაიცვას მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავმა, მაშინ რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ოქმში მოხდეს ისეთი ჩანაწერები, რომელიც სინამდვილეში არ შეესაბამება რეალობას, იზრდება და ამ შემთხვევაში პირისპირ რჩება მოქალაქე იმ პირთან, რომელიც ამ პროცედურებს ატარებს დამატებითი დამცავი მექანიზმების გარეშე. ეს ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ მუხლს და უბრალოდ ცოტა ისიც არის, რომ აი როგორ უნდა მოაქციო ეს რაღაცა ჩარჩოებში ცოტა ძნელია ამის აღქმა ალბათ მოქალაქისთვისაც, იმიტომ რომ იმდენ მუხლს შეეხო ეს ცვლილება და იმდენი რეგულაცია შეიცვალა, რომ ამის დამახსოვრებაც კი ცოტა პრობლემურია. კი ბატონო და ამიტომაც ვცდილობ აი ყველაზე ერთ-ერთი ესეთი ცვლილება ეხება მათ შორის იმას, რომ სპონტანური შეკრებები, ეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებაა, როდესაც სპონტანური აქციის ჩატარებისას წინასწარი შეტყობინება არ იყო საჭირო ადმინისტრაციული ორგანოსათვის და სპონტანურობა სწორედ იმას ნიშნავს აქციის, რომ ესე იგი წინასწარ კი არ გეგმავ, არამედ გარკვეული მოვლენები გივიწყებს, რომ სწრაფადვე შეიკრიბო და ამას არ ჭირდებოდა წინასწარი შეტყობინება. ახლა ეს ვალდებულება შემოდის კანონში, რომ ეს უკვე იქნება ვალდებულება, რომ პირმა შეატყობინოს ამის შესახებ დაუყოვნებლივ, როგორც კი ამის მოცემულობა ექნება. დაუყოვნებლივ ამის შეტყობინების ვალდებულება გარკვეულწილად უკვე სპონტანური შეკრების თავისებურებებსაც ზღუდავს, რაც თავის მხრივ საერთაშორისო სტანდარტებთანაც წინააღმდეგობაში მოდის. ასევე მაგალითად იცვლება ის, რომ ვინ ითვლება ორგანიზატორად კონკრეტული აქციის და ეს ფართოვდება ეს წრე, ვინ შეიძლება ჩათვალონ ორგანიზატორად. ამას აქვს ის დატვირთვა, რომ მაგალითად ორგანიზატორების შემთხვევაში ცალკეული მუხლების დეფინიცია იმგვარია, რომ სანქცია ორგანიზატორთან მიმართებით უფრო მაღალია ვიდრე მონაწილესთან მიმართებით და როდესაც ასეთი
ფართო დისკრეცია ეძლევა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ კონკრეტული პირი ჩათვალოს ორგანიზატორად, ეს რისკებს ზრდის იმისას, რომ ჯარიმაც მასთან მიმართებით იქნება უფრო მაღალი. ასევე შეიძლება ეს მუხლი წაუყენონ იმ ადამიანს, ვინც არ არის რეალური ორგანიზატორი, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე და მის გამოყენებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი. ერთადერთი კანონია, რომელიც დღემდე მოქმედებს საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი და მასში მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 500-მდე ცვლილება სხვა დროს შეტანილი, ის ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს და ამასთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის, რომ ეს კანონი რეფორმას საჭიროებს და სწორედ ამიტომაც მათ თავიანთი მმართველობის პირველ წლებში და არა მხოლოდ პირველ წლებში რამდენჯერმე დაანონსებული ჰქონდათ, რომ ეს კოდექსი რეფორმას განიცდიდა, მაგალითად 2014-16 წლებში შექმნილიც იყო კომისია, რომელიც ამაზე მუშაობდა, მაგრამ არასდროს ეს საკითხი ბოლომდე არ იყო მიყვანილი, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი მათ ხელში, ზოგადად ხელისუფლებების ხელში, რომ დათრგუნოს შეკრებები, დააკავოს ადამიანები მასობრივად, მათ წინააღმდეგ დაიწყოს სამართალდარღვევის საქმეების წარმოება და ამის რეალიზებას ვხედავთ ჩვენ ახლა პრაქტიკაში ბოლო 2 თვის განმავლობაში, სწორედ ეს ხდება, როდესაც მასობრივად იჭერენ ადამიანებს სხვადასხვა მუხლით, ან პირდაპირ შეტყობინებას უგზავნიან სხვა მუხლის დარღვევის საბაბით, რომ მაგალითად მათ გადაკეტეს გზა, ან მაგალითად გააკეთეს სტიკერი და ეს არის ძალიან მრავალფეროვანი ის დარღვევები, რომელიც ამ კოდექსის გამოყენების პირობებში ყოველდღიურად გვხვდება და სასამართლოც არ არის სამწუხაროდ ის ადგილი, სადაც მოქალაქეს შეიძლება საკუთარი სიმართლის დადგენა ერთი მხრივ სასამართლოში არსებული პრობლემების გამო, მეორე მხრივ აქ გულისხმობ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არასეობის პირობებში სასამართლო ვერ იხილავს ამ საქმეებს ისე, როგორც ამას მოითხოვს მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები, რომელიც საქართველოსთვის სავალდებულოა შესასრულებლად და ამ სტანდარტების გამოყენება ერთ-ერთი ის პირობა იყო, რომელზეც ქართულმა ოცნებამ, როდესაც 12 პუნქტი განისაზღვრა საქართველოსთან მიმართებით ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით სტატუსის მიღების ეტაპზე, მაშინ თქვა, რომ აი კანონმდებლობაშიც კი დამატებითი მუხლები ჩაწერა, რომ გამოიყენებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს სასამართლო, მაგრამ ამას საერთოდ არ იყენებენ. ეს არის ხაბატონენა, კიდევ ერთი კითხვა მინდა ძალიან მოკლედ ამდენადაც შესაძლებელია რომ მოვასწროთ, აი პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც მის საქმიანობას და სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება, გამოიწვევს ჯარიმას ან პატიმრობასაც კი. აქ საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა ეს ჩანაწერი იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც პარლამენტარები არ არიან და სახელმწიფო თანამდებობები არ უკავიათ, აი მარტივად რო ვთქვათ, ოპოზიციაზე თუ გავრცელდება ოპოზიციონერ ლიდერებთან მიმართებაში თუ იმოქმედებს. ზოგადად ეს მუხლი იმდენად ბუნდოვანია, რომ ვის მიმართ გამოიყენებენ და როგორი იქნება მისი იმპლემენტაცია პრაქტიკაში, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, მაგრამ რეალურად აქ საუბარია, როგორც იკითხება, ძირითადად იმ პირებზე, რომლებსაც კონკრეტული პოზიციები უკავიათ და მათი საქმიანობიდან გამომდინარე ამ ტიპის ქმედებები იკრძალება. უბრალოდ ეს ჩანაწერიც, რომ კონკრეტულად რა იკრძალება, არის საკმაოდ ბუნდოვანი და რა ითვლება მაგალითად შეურაცხმყოფელ გადაკიდებად და რა არ ითვლება ასე და რა ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ეს ისედაც იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც ყოველთვის პრობლემური იყო, მაგალითად წვრილმანი ხულიგნობის მუხლშიც არის დაახლოებით ანალოგიური ჩანაწერი და როდესაც იმ ტიპის საქმეები განიხილება ხოლმე სასამართლოში, ყოველთვის საკამათოა რა ითვლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებად და რა არის მართლაც ის ქმედება, რომელიც დარღვევად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ჩვენს რეალობაში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, სასამართლო როდესაც საკუთარ ფუნქციას და როლს სათანადოდ ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, მოქალაქე დაუცველია ასეთი კანონების პირისპირ. დიდი მადლობა, ვრცელია ჩამონათვალე ცვლილებების, ჩვენ ალბათ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ თანამშრომლობთ ჩვენთან. ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა კი სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი, მზია ამაღლობლის ადვოკატი და ციალა ქათამიძე, სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებლები არიან ჩვენთან. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში.
ბატონ გიორგისთან დავიწყებ, თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, ზია ამაღლობლის საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ბოლო ინფორმაციები მის ჯანმრთელობის შესახებ მოვისმინეთ, ამიტომ ამ თავარ კითხვას დაგისვამთ, რატომ ისჯება დღეს ზია ამაღლობელი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ზოგადად ზია ამაღლობლის საქმე შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ალბათ თანამედროვე და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ქვეყანას მოუწევს ტესტის ჩაბარება. რამდენად არის მზად ამისთვის ცხადია ეს პროცესები უკვე საწყის ეტაპზე ვნახეთ ის სამართლებრივი მიდგომები, ის სამართლებრივი პროცესები, რომელიც მზიასთან მიმართებით განხორციელდა, იყო პირველი ჩავარდნა. როგორც ინსტიტუციურად ყველა ინსტიტუტის იქნება სახელმწიფოს იმ დამოუკიდებელი შტოების, რომელიც რეალურად უნდა იყოს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, საუბარი მაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საუბარი მაქვს სასამართლო ხელისუფლებაზე და ცხადია ამ ფონზე და ამ ვითარებაში მის მიმართ განხორციელებული ამ ტიპის რეპრესიული მიდგომა და სამართლებრივი ღონისძიებები რა თქმა უნდა, ჩვენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას. ცხადია, ჩვენ როგორც იურისტებს არაერთი სისხლის სამართლის საქმის ანალიზის მქონდა, შევისწავლეთ რამდენიმე საქმე, გაცილებით, ასე ვთქვათ, უფრო კრიტიკული გარემოებებით და ფაქტებით, მაგრამ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილა კვალიფიკაციით. აქ ზოგადად აღკვეთ ღონისძიებაზე, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ძალიან მარტივად რო ავხსნათ, როდესაც ხდება პირველ ეტაპზე საწყისი შეხება, ასე ვთქვათ, სასამართლო სისტემასთან აქვს ბრალდებულს. სასამართლო ვალდებულია შეისწავლოს ამ პიროვნების პიროვნული მახასიათებლები, მისი პერსონა, საზოგადოებრივი როლი, ღირებულებები, დამოკიდებულება საზოგადოებრივ ნორმებთან და ასე შემდეგ და ამის საპირწონედ შემიძლია გითხრათ, რომ თანამედროვე რეალობაში არაერთი საპროცესო ცვლილებები განხორციელდა, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ელექტრონული მონიტორინგი, ანუ ძალიან უკიდურეს შემთხვევაში ჩვენი დიახ მოთხოვნა იყო რომ საერთოდ აქტივი ღონისძიების გარეშე ყოფილიყო ვინაიდან ახლა მზიას მხრიდან მიმალვა საქართველოს დატოვება ან გამოძიებისთვის ხელი შეშლა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო გაცილებით იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარის მოწმეები ფაქტობრივად არიან პოლიციელები, ხა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ზია ამაღლობელი პოლიციელებზე მოახდენდა ზემოქმედებას და მტკიცებულების განადგურებას უზრუნველყოფდა. ამასთან ერთად ეს საქმე ფაქტობრივად იმდენად ნათელია, ანუ ჩვენ ახლა რა შეხებაც გქონია სისხლის სამართლის საქმეებში, ხშირად არის ბუნდოვანების მეტი ელემენტი, მაგრამ ზიას ნაწილში ნახეთ როგორი მომენტია ფაქტი, რომელიც მოხდა სილის გაწვნის ფაქტი, არის ასე ვთქვათ დაფიქსირებული ვიდეო კამერებზე, არაერთ ვიდეო კამერაზე და ეს გარემოება, ასე ვთქვათ, ზოგადად ფაქტობრივი მოცემულობა დევ საქმეში. აქ საუბარი არის მის სამართლებრივ შეფასებაზე, რაც ნებისმიერ კვალიფიციური იურისტისთვის არ უნდა იყოს რთული. თავარი არის ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ეს სამართლებრივ შეფასებას ასე ვთქვათ, ეს სამართლებრივი შეფასება არ დაექვემდებარება პოლიტიკურ ნებას და გავლენას. ამაზე არის ძირითადად საუბარი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შიმშილობა, რომელსაც უკიდურეს ფორმად, ასე ვთქვათ, მზია მიმართავს, ნახეთ, რაც არის მნიშვნელოვანი. აქ საუბარი არ არის მოთხოვნებზე, ანუ ის არ ითხოვს გათავისუფლებას, არ ითხოვს მის მიმართ, ასე ვთქვათ, აქტივი ღონისძიების შეცვლას და ასე შემდეგ, რაც შეიძლება წარმოიდგინოს საზოგადოების, ასე ვთქვათ, არაინფორმირებული. ამისთვის არ შიმშილობს. ეს არის ზოგადი პროტესტის ფორმა და მე ვფიქრობ, ეს გარემოებები საერთოდ თუ პარალელს გავავლებთ სისხლის სამართლის საქმესთან, მუდმივად დისტანცირებულია და მისი, ასე ვთქვათ, ყოველი შეხვედრის დროს მუდმივად არის საუბარი, რომ არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება. ფაქტი როგორც მოცემულობა ისე უნდა მივიღოთ და ისე უნდა მივიტანოთ საზოგადოებამ. დაგიბრუნდებით, აი ციალას მინდა ვკითხო. ბოლო დღეების და იმ დღიდან, რაც დაკავებულია მზია ამაღლობელი, ბათუმში მიმდინარე აქციების პირველი პრიორიტეტი იყო და არის მზია ამაღლობლის გათავისუფლება. ასევე ჩვენ ვიცით, რომ შიმშილობს მე-20 დღეა უკვე მედროშის სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე, ცხადია ისიც პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ვივამეთში გადაიყვანეს მზია ამაღლობელი, ბათუმში 24 საათიანი ფორმატი აქციებისა შეწყდა და
შესაბამისად აღარ არის კარვები. გვითხარით სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის გეგმების შესახებ, როგორ გაგრძელდება, როგორ გეგმავთ თქვენ მიაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს მზიას და არა მხოლოდ მზიას დასაცავად. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს ტელემოყურებლებს. მინდა ვთქვა, რომ ის მიზნები, რაც ზოგადად 71 დღეა თელ საქართველოში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ამ აქციების მონაწილეებს გვაქვს არის ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ვფიქრობ, რომ 11-12 იანვარს ბათუმში მომხდარი ფაქტები და თუ თვალს ადევნებს საზოგადოება, რეალურად ეს იყო სისტემის მხილება. მთელი, აი პირველი დაკავებიდან სასამართლოსთან, პირველი დაკავებიდან, როგორცაც გოგონას თათია აბულაძეს ედავებოდა პოლიცია და დააკავა სტიკერის მიკვრისთვის, ამ შემთხვევაში დამთავრებული, აი რა მზია ამაღლობელის დაკავებით და კიდევ მეორე დღეს გაგრძელდა ეს რაღაცა წარმოუდგენელი დაკავებების სერია, როცა ერთიანი მივხვდით, რომ ამ შემთხვევაში პოლიცია, სასამართლო და ესე შემდეგ მხოლოდ კი არა ასრულებენ ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების დაკვეთას, არამედ ხელისუფლება და სისტემა მზად არის დაიცვას ყველა ის მოძალადე თუ ჯალათი, რომელიც რაღაცა თავისი ნების და მიხედვით რაიმე ტიპის დარღვევას გააკეთებს, იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ თათია აბულაძის ჩემი მზია ამაღლობელის პირველი ან შემდგომი დაკავება, რა ვიცი, გადარწყვიტა ქართულმა უცნებამ, ან ბიძინა ივანიშვილმა უცებ. არამედ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებმა, რომელსაც ალბათ აქ ეს რაღაცა კარტ ბლანში მიცემული სახელმწიფოსგან, გადაწყვიტა სრულად უკანონოდ დაეკავებინა თათია აბულაძე, დავეკავებინ მე. ალბათ თელმა საქართველომ ნახა ბათუმელების ლაივი, სადაც ბატონი გებუაძე მომართავს სტიკერის არდაკვრასთან დაკავშირებით და რა ვიცი, დღეს ჯერჯერობით ახალი ცვლილებების სანამ არ შევა სტიკერის ქვაფენილზე დაკვრა არ წარმოადგენს არანაირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თვითონ თავად გადაწყვიტა რომ დაეკავებინა და შემდგომ მთელი სისტემა დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებით, მთავრობის თავმჯდომარით დამთავრებული სხვადასხვა დეპუტატებით, რომლის ლეგიტიმაციასაც ზუსტად ის აქციები და ადამიანები ეჭქვეს ვაყენებენ, სასამართლოც მათ შორის შექმნეს თვლიანი სისტემა, რაღაცა დამატებული ტროლბოტებით და ბოტებად და ტიტუშკებად ქცეული მაღალ ჩინოსნებით, იმიტომ რომ, რა ვიცი, დიმიტრი სამხარაძის და გიორგი მანუელიძის სადამსჯელო ოპერაციაც რეალურად ყოფილი პრემიერის და გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის მიმართაც ამ საქმის ნაწილი იყო, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემაზე საკითხებზე ჩამოვიდნენ ისინი ბათუმში, რაღაცა ერთიანი სისტემა შექმნეს, სადაც სისტემას უპირისპირდებით. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ გააკეთეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაგვაკავეს უკანონოდ, გვაყურებინეს დაკავებულები, როგორც ცემად გებუაძემ, ჩემს თვალწინ მალხაზ ირემაძე, ამაზე საუბრობს თვითონაც ეს, ამაზე საუბრობს მოწმეებიც და რა ვიცი, მე მინდა უთხრა საზოგადოებას, ჯერჯერობით ამ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი არც საგამოძიებო, არც სასამართლო სისტემა და მინდა სასწორზე დავდო ჩემი წარსული გამოცდილება, აწყო და სამომავლო საჯარო საქმიანობა და დავიფიცო ღვთის ერის და კანონის წინაშე, რომ მე ვნახე ირაკლი გებუაძის მიერ ნაცემი პოლიციის სამმართველოში ადამიანები და მე ვითხოვ გამოძიებას. მე მინდა მოვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკოს, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც უერთებიან ჩვენს აქციებს ბათუმში, პერსონალურად მინდა ვთხოვო თითოეულ მათგანს, ვაჟა დარჩიას, ლევან გორგილაძეს, აკაკი გვიანიძეს, მირდად ქამადაძეს, ნოდარ დუმბაძეს, ელგუჯა ბაგრატიონს, რეზო ხარას, გენო თებიძეს, ნინო ჩხეტიას. როდესაც ჩატარდება ხელახალი არჩევნები ამ ქვეყანაში, უნდა უზრუნველყოთ, რომ ირაკლი გებუაძისნაირი, გოჩა ვანაძისნაირი, გრიგოლ ბესელიას მსგავსი პოლიციელები იყვნენ კანონის და საზოგადოების წინაშე დასჯილი. ასევე მე მათგან ვითხოვ საჯარო პირობას იმისა, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სისტემა, როგორც სასამართლო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვა ტიპის სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არასდროს ჩვენ შვილებს, გიორგის, თქვენს, მათ შვილებს არ მოუწიოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის ეთერებში საჯარო პირობების მიღება და ჩვენ უნდა გქონდეს და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში. თითეულმა ადამიანმა, რომელიც არ ვიცი, დღეს სახლში ზის
და შეიძლება არ გამოთქვამს თავის მოსაზრებას, იმიტომ რომ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. აი, როცა ჩვენ დაგვიჭერენ, როცა თქვენ დაგიჭერენ და ისინი სახლში არიან, უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა კი არ მოდის, დიქტატურა არის. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღმასრულებელი ხელისუფლებით საკანონმდებლოთი დამთავრებული მთლიანად ქმნიან სისტემას, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ თქვენი ეთერი, ასევე საჯაროდაც ვერ ვისაუბროთ ამის შესახებ. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სახლში თბილად გვიყურებენ და თვლიან, რომ ჯერ კიდევ საშიშროება არ არის რეალური, როცა ჩვენ დაგვიჭერენ, როცა ჩვენ არ ვიცი მოკლავენ, აუცილებლად ამოიღეთ ხმა და ეს ქვეყანა არ დაუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. არავის მკვლელობა და მართლაც საზოგადოებას უნდა ეიმედებოდეს სამართალდამცავი ზოგადად ეს უწყებები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და უნდა არსებობდეს ქვეყანაში გარანტია, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ კანონის შესაბამისად და კანონის წინაშე. გიორგის მინდა ვკითხო ასეთი რამ, აი ცვლილებები, რასაც მოვასწრებთ იმ აქტივიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, ესე აფასებენ ექსპერტები, იურისტები მათ შორის, რასაც ჩვენ ვხედავთ ბათუმში, თბილისში და არა მხოლოდ. და ამ აქციებით ახლა ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს, ძალა გამოაცალოს და აკრძალოს, შეაშინოს ხალხი, აღარ გამოვიდნენ ისინი აქციაზე. ასეთია შეფასება. თქვენ უერთდებით თუ არა ამ პათოს და ყველაზე მთავარი ამ ცვლილებებში, ბევრი მიმართულებით შევიდა ცვლილება, ხო? თუნდაც ის, რომ სპონტანური აქცია ალბათ ვეღარ გაიმართება, იმიტომ რომ წინასწარ უნდა იყოს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული, გაიზარდა სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ასევე აკრძალული იქნება აქციების გამართვა და ბევრი მიმართულებით შევიდა ცვლილება კანონში. რას ფიქრობთ თქვენ, რა არის ამის საფუძველი, მიზანი და რამდენად იმოქმედებს ხალხზე, რომელსაც აქვს ეს პროტესტი? ზოგადად პოლიტიკური ისტორიის ანალიზს თუ გავაკეთებთ, ძალიან მარტივია ერთი დასკვნის გაკეთება, რომ ნებისმიერი ძალა იძლევა უკუძალას. ანუ უფრო მარტივად რო ვთქვათ, რაც უფრო რეპრესიული ხდება სამართლებრივი, ესე ვთქვათ, ნორმატიული ბაზა, ხალხის პროტესტის ფორმა გაცილებით უფრო დაუმორჩილებელია და შესაბამისად მე არ მგონია ნამდვილად ვფიქრობ, რომ ზოგადად კანონით შეშინებული საზოგადოება გაცილებით რეპრესიული პოლიტიკა ჰქონდა საბჭოთა კავშირს, იქ საერთოდ დახვრეტის მუხლიც არსებობდა, მაგრამ ხო ნახეთ არა და ვიცით, რომ 9 აპრილის აქციები, შემდგომ არსებული პროცესები არ იყო შემაფერხებელი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის განცდა, როდესაც კარგავს, გაცილებით მეტია მათი მხრიდან პროტესტის ფორმა. შესაბამისად, დღეს მიღებული კანონებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შორდებით დასავლურ ღირებულებებს, შორდებით იმ საერთო სივრცეს, რისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვით, ცუდად თუ კარგად, ასე ვთქვათ, ვცდილობთ მიახლოებას და დღეს არსებული ცვლილებებით, ახლა სანამ მე ასე ვთქვათ, თქვენთან მომიწევდა მოსვლა, გადავხედე ცვლილებებს და ძალიან ბევრი ცვლილებებია და სიმართლე გითხრათ, იურისტებსაც ალბათ გვიჭირს დავეწიოთ ამ პროცესს, მაგრამ თვალშისაცემი ძალიან მარტივად არის. ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიიღეს, არათუ საერთაშორისო პრაქტიკა ჩვენ საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილებებსაც ეწინააღმდეგება, ასე ვთქვათ, სარკისებურად არის ყველა პროცესი წაკითხული, დანახული, გააზრებული და სიმართლე გითხრათ, განცდა მიჩნდება, რომ ან სწორად ვერ კითხულობენ, ან მიზანმიმართულად არასწორად აკეთებენ ამ პროცესში და ცხადია ახლა ის, რომ ეს მიზანმიმართული პროცესი არის, ამაში ეჭვი არ არის ეკარება, ვინაიდან დროსა და სივრცეში დაწყებული ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ეს რო ყოფილიყო არა სააქციო, ასე ვთქვათ, ამ დროში რო არ ყოფილიყო განხორციელებული, შეიძლება დისკუსია ყოფილიყო მის ავკარგიანობაზე, სამართლებრივ დასაბუთებულობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ ხო, როგორც აჩქარებულ რეჟიმში რა გამოწვევის წინაშე არის ქვეყანა, რა რეალობის წინაშე გვიწევს საზოგადოებას ყოფნა და შესაბამისად ეს ცვლილებები ცხადია ხა თავის მოკატუნების გარეშე ჩვენ რო არ დავიწყოთ რამე შეფასებები, თავადაც ამას აჟღერებენ ხო, ეხლა პოლიტიკურ განცხადებებს თვალს მივადევნებთ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეს სამართლებრივი რეჟიმი ყველა იმ კანონის მიღებისა, რასაც პარლამენტი ახორციელებს, ყველა გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში და დამოკიდებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიზრდება სტატისტიკა შესული საჩივრების და შესაბამისად ეს ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ რეპუტაციას დადებითად არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებისას მასში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება როგორც ჩანს ემუქრება არა მხოლოდ სამოქალაქო
ორგანიზაციებს და სამოქალაქო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს არამედ ის მიაკითხავს თითოეულ მათგანს და მაშინ მახსოვს გამოხმაურებები ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კი და აი წარმოიდგინეთ იმდენად სწრაფად მოხდა პროცესები, აი არავინ არ ელოდა, მეც კი არ ველოდი რომ ეს ყველაფერი, რომელსაც ვსაუბრობდი რომ იქნებოდა, ეს მალე, იმიტომ რომ დღეს ვიყავი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდათ სპექტაკლი და ისინი როგორც იცით ყოველდღიურად იქ შენობის შიგნით აპროტესტებენ იმ სავალალო და გაუსაძლის პირობებს, რაც ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს და წარმოიდგინეთ ძალიან მალე როცა ეს ცვლილებები შევა ძალაში ამ ახალგაზრდებს იქ არ შეეძლებათ მსგავსი აქტივობის განხორციელება მანამ სანამ შენობის ფლობად ხო წარმოგიდგენიათ ანუ სადამდე დავიდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ანუ ის მოდის ყველგან ანუ ყველასთან და შესაძლოა უკვე შეეხოს მათ მხარდამჭერებს. მე მგონია რომ ამ ქვეყანაში სანამ დარჩება ერთი მოქალაქე მაინც რომელიც გაიაზრებს რა არის ამ ქვეყნის წარსული აწყო და მომავალი მანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება. მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი, მზია მაღლობლის ადვოკატი და ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი იყვნენ სტუდიის სტუმრები. თავისუფლება მზია მაღლობელს. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად.